საქართველოს შესახებ წლიურ ანგარიშზე, რომელიც ფუნდამენტურად ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ამ დოკუმენტს ყოველწლიურად ევროკომისია ამზადებს ყველა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანასთან მიმართებით და წელსაც ბუნებრივია ეს ანგარიში მომზადდება და გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელსაც ჩვენ ვნახულობთ ევროკავშირის ვებგვერდზე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდზე, მითითებულია იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან არასამთავრობო სექტორის სამოქალაქო საზოგადოებას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი როლი აქვს. ისინი მოუწოდებს ევროკავშირის წარმომადგენლობა არასამთავრობო სექტორს, რომ მაქსიმალურად ითანამშრომლოს ადგილობრივ ორგანიზაციასთან, საელჩოსთან, მიაწოდოს წერილობითი მასალები იმისთვის, რომ შემდგომ ეს მასალები გაანალიზდეს და დასკვნა იყოს მაქსიმალურად ობიექტური და ყოვლისმომცველი. ძალიან მნიშვნელოვანია ეს დოკუმენტი, ეს არის გაფართოების შესახებ ანგარიშის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტი, რომელიც გასულ წელსაც მომზადდა, როგორც გითხარით და 4 ნოემბერს გამოქვეყნდა, ზოგადად ამ პერიოდში ვრცელდება ხოლმე და ამჯერადაც ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდზე საუბარია იმის შესახებ, რომ ანგარიშგება მოიცავს 2025 წლის 1 სექტემბრიდან 2026 წლის 31 აგვისტომდე პერიოდს. შესაბამისად, არასამთავრობო სექტორში ამბობენ, რომ სწორედ ამ პერიოდში ქართულმა ოცნებამ კიდევ უფრო დაამძიმა კანონმდებლობა, მიიღო ისეთი რეპრესიული ცვლილებები, რომელმაც ფაქტობრივად განსხვავებული აზრის გამოხატვა და თავისუფალი სიტყვის გამოხატვა საერთოდ აკრძალა ქვეყანაში. შესაბამისად, ისინი ძალიან დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან ევროკავშირს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ყოველთვის აფასებს იმ ტიპის კანონმდებლობას ანალიტიკურად, რომელიც ქვეყანაში ეხება დემოკრატიას თუ ადამიანის უფლებების სხვადასხვა საკითხს. ამასთან მიმართებაში ჩვენ არაერთი შეფასება საჯაროდ გვაქვს გამოქვეყნებული და გავაგრძელებთ პოზიციონირებას. ამ პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა საქართველოში, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებისთვის საოპერაციო სივრცის კიდევ უფრო შეზღუდვის თვალსაზრისით გამკაცრდა ის მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც მანამდეც ძალიან მკაცრი იყო და ქმნიდა ისეთ კლიმატს, სადაც ადამიანის უფლებების დამცველები თუ სხვა ტიპის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ძალიან რთული იყო უკვე მუშაობა, თუმცა ეს ყველაფერი სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა, როდესაც 4 მარტს მიღებულ იქნა ცვლილებები გრანტების შესახებ კანონში და ეს ყველაფერი ასევე აისახება ამ ანგარიშში. ეს ნიშნავს იმას, რომ უპირველეს ყოვლისა ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების აზრი. ეს ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო საზოგადოება თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და ნებისმიერი აქედან წასული განცხადება იქნება მოსაზრება თუ ზოგადად შეფასებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. რასაკვირველია, ევროკავშირი ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საზოგადოების აზრს და მის შეფასებას თუ როგორ ვითარდება საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობები. ამიტომ რასაკვირველია, ჩვენ გეგმავთ ამ პროცესში მონაწილეობის მიღებას, გვინდა რომ მაქსიმალურად ჩავერთოთ აი პროცესის შეფასებაში, რომელიც ჩვენი გადმოსახედიდან რასაკვირველია უკვე უკიდურესად დაშორებულია რეალობას და ყოველდღიურად ჩვენ კარგავთ ამ პერსპექტივას ქართული ოცნების გამო. შესაბამისად, ჩვენ შევისწრებთ, რომ მაქსიმალურად რეალურად დავსახოთ ის მდგომარეობა, რომელშიც იმყოფება ახლა საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობა. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის განუყოფელი და ფუნდამენტური ნაწილი არის. ქართული ოცნების არაადეკვატური პოლიტიკის შედეგად დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობა ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება, რაც ასევე ართულებს საქართველოს გრძელვადიან გაწევრიანებას ევროკავშირში. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს იყო ქართული ოცნების მიზანმიმართული პოლიტიკა, რომლის მთავარი მიზანი იყო საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის დასავლური არჩევანის, მაგრამ ამავდროულად ჩვენ ხედავთ, რომ ევროკავშირის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების არსებობა, მისი დამოუკიდებლობა, მისი ჩართულობა არის ერთ-ერთი ფუნდამენტური წინაპირობა, რომლის გარეშეც ევროინტეგრაცია უბრალოდ შეუძლებელია. გაფართოების 2025 წლის ანგარიში, რომელიც გასული წლის 4 ნოემბერს გამოქვეყნდა, საქართველოსთან დაკავშირებით უმძიმესი შეფასებები იყო ჩაწერილი ამ დოკუმენტში, მათ შორის განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო ფრაზა, რომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელიღა დარჩა. უპრეცედენტო უკუსლაზე იყო საუბარი ამ დოკუმენტში და ასევე იმაზე, რომ კანდიდატ ქვეყნებს შორის ასეთი უკუსლა, როგორც საქართველოს აქვს, არც ერთ ქვეყანას არ ჰქონია ევროკავშირის ისტორიის განმავლობაში და არასამთავრობო სექტორში ვარაუდობენ, რომ ვინაიდან გასული წლის შემდეგ ქართულმა ოცნებამ კიდევ უფრო დაამძიმა ვითარება ქვეყანაში და ფაქტობრივად უმძიმეს კრიზისში შეიყვანა ქვეყანა, ეს დასკვნა, რომელიც 2026 წელს გამოქვეყნება, იქნება კიდევ უფრო მძიმე.